შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრო დღეს 7 აგვისტოა და მინდა წარმოგიდგინოთ ამ სეზონის შემაჯამებელი გადაცემა. გადავწყვიტეთ რომ დავისვენოთ, იმიტომ რომ აგვისტოში ყველაფერი ისვენებსო, ესე გამიგია, რა ვიცი, ესე მითხრეს. სამსახურები რომლებიც არ ისვენებენ, ეს არის პატრული, სასწრაფო, სახანძრო და იმედის ინტერაქტივები. მხოლოდ ესენი არ ისვენებენ. დანარჩენი ყველა ვისვენებთ, იმიტომ რომ დავასვენოთ გონება. დღეს ჩემს მონოლოგში მინდა ვისაუბრო თემაზე, რა გაკეთდა 2020 წელს ამ 7 თვის განმავლობაში. ამიტომ შესაბამისად მონოლოგი იქნება მოკლე. ახლავე შემიძლია დავამთავრო. პრობლემა არა, უბრალოდ მაყურებელს სემპათიას და ვცდილობ რომ ცოტა გავწელო ახლა რა ვქნა. მოდი დავიწყოთ ჩამოთვლა, რა გაკეთდა. ეკონომიკა ჩამოიშალა, კრიმინალმა მოიმატა, უმუშევართა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ქართული ოცნების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად აგვისტო მაინც დადგა, თვითფოსო მეგობრებო. გილოცავთ, რაღაც ხომ მაინც დგება ამ ქვეყანაშია და ეს ხელისუფლება ისეთი ტემპით მოქმედებს და ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ჩემი გათვლებით შემდეგი საუკუნე იქნება უკეთესი. ასე მგონია. კიდევ რა მოხდა საინტერესო. ამ 7 თვის განმავლობაში გავიგეთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ინგლისურად კითხვა არ იცის. ამერიკის ვერცერთი კრიტიკული წერილი ვერ წაიკითხა სწორად, მოკლედ კითხვა კი იციან, უბრალოდ აზრის გამოტანა უჭირთ ძვირფასო მეგობრებო. ერთი სიტყვით გონებას შეზღუდულები კი არ არიან, უბრალოდ გონებას შეზღუდულობა აწყობთ. ჩემი კრიტიკული ხედვების მიუხედავად, მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში. მაგალითად, გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. კიდევ დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. პარკი გაიხსნა დენდროლოგიური, დენდრო გაიხსნა ლოგიური პარკი, პარკი დენდროლოგიურიც გაიხსნა. ეს ახლა ხუმრობა არ გეკონოთ, ტელეკომპანია იმედის ბოლო 1 თვის ნიუსების კრებული არის ძვირფასო ტელემაყურებლობა. მართლა ერთადერთი რაც გაკეთდა ქვეყანაში და ისიც ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს არის დენდროლოგიური პარკი, სადაც მშიერი ადამიანი რო შედის, ეგრევე ხდება. რამდენად იაფია მისი თავი იმ ფლამენგოზე, რომელიც იქ ბინადრობენ. ბიძინა ფლამენგოებს ყოველ საათში აჭმევს ამ მშიერ ხალხს, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ისიც კარტოფილს ძვირფასო მეგობრებო და შესაბამისად ხვდები, რომ ეხლა ის ფლამენგო უფრო კაი პონტში არის რა, ესე რომ. გავრცელდა ფოტოები, რომ დენდროლოგიურ პარკში ხალხის ნაკადი არ წყდება, ამბობენ, რომ დენდროლოგიურ პარკში ვიზიტორთა 80% სამთავრობო რესურსიაო და ის ხალხი მიყავთო ავტობუსებით, ჩაყავთ ხალხიო. ისე რომ დავაკვირდი, მართალია, გაჭირვებულ და მშიერ ადამიანს, რომელსაც 1 წელი არ უნახავს დედალი ბაჟეში, იმას არ აინტერესებს ფლამენგო წალკოჩი, არანაირად, რა უნდა, მხოლოდ სამთავრობო ადამიანები თუ წავდნენ. თვითონ ერის მამა, ბიძინა ივანიშვილი 7 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ხალხში და სიტყვითაც გამოვიდა. სხვათა შორის, ამ გამოსვლაში ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, ვერ გავამახვილე ყურადღება, ამდენჯერ მე მოусმინე და ახლა გამოვიტანე აზრი. ომის დროსო მახსოვსო, როგორ გარბოდნენ წინა ხელისუფლების წევრები საზღვრებისკენო. ამას ამბობს კაცი, რომელიც აგერ უკვე 7 თვეა ერთ პატარა კორნას მიკრონაწილაკს გაურბის და გამოკეტილია შუშის სასახლეში. კოლბაში, სასახლეში, კოლბაში არა მნიშვნელობა. მთელი წლის განმავლობაში ხალხში გამოჩენის სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, შემდეგი გამოჩენა უწევს ბატონ ბიძინას 2021 წლის 14 მაისს. კიდევ შემდეგი უწევს 2021 წლის ოქტომბერში, ოღონდ რიცხვი ჯერ არ ვიცით, აღდგომის კვირასავითაა, მოძრავი არის. ისე რა უცნაურია ძვირფასო მეგობრებო, წელიწადში 2 ჯერ არის გიორგობა და წელიწადში ერთხელ ჩდება ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, კულუარული ინფორმაციით გავიგო, რომ ბიძინა აქტიურად ჩაერთვებაო ოცნების წინა საარჩევნო კამპანიაშიო და ორიგინალურ საარჩევნო კლიპსაც უწერსო. თურმე კლიპის შინაარსი ყოფილა ასეთი. შემოდის ბიძინა წელზემოთ შიშველი და იწყებს მე ვარ ბიძინა, მე ვარ მომავალი. დამიჯერე თუ შენ ახლავე დათმობ თავისუფალ აზროვნებას და ჩემს აზროვნებას გადმოხვალ, კაცური კაცის, კაცური მთავრობა გარანტირებულია. მოგწონს ჩემი მთავრობა, დარწმუნებული ვარ შენს და შენს ქალბატონსაც. ცარიელი ჯიბე გაქვს, მე ფულიანი. 2 ბიულეტინი თქვენი ქალბატონის საყვარელი პარტია შემოხაზე. ჩემი კუნთებით ეს ბიულეტინები დაპირებებად ვაქციე. ყველაფერი შესაძლებელია, როცა შენ 8 მილიარდი გაქვს, დიახ, ეს თეთრი ცხენია. მე თეთრ ცხენზე ამხედრებული თქვენი ჭორვილელი პრინცი ვარ. ქართული ოცნება, კაცური კაცის, კაცური პარტია. აი ესეთი ჩვენი რეკლამა გამოდის ძვირფასო მეგობრებო, მე ძალიან მოკლედ. ოპოზიციაშიც გაურკვევლობაა ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ.
იმედიანად კი ვარ, ოღონდ არ ვიცი ვის იმედიანად ვარ. იმიტომ რომ თვითონაც არ იციან რის იმედიანად არიან ოპოზიციის წევრებმა და ამიტომ მეც ესე ვარ გაურკვეველ მდგომარეობაში. ესე იგი ოპოზიცია გაურკვევლობაშია. ბიძინა ყველაფერს აკეთებს რომ ოცნებამ გაიმარჯვოს, მთავრობა პანდემიის მეორე ტალღის აგორებას ეცდება. მიშა იქიდან გვპირდება რომ შემოდგომაზე ჩამოვალო, მოკლედ პურს ვერ ვხედავ ვერსად, მეგობრებო, პურს თორე სანახაობა იქნება ყელამდე. ყელამდე, აი ასე მინდა დავამთავრო დღევანდელი ჩემი მონოლოგი. მოგითხარით, მოკლე იქნება მეთქი. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს. ბენდი თამუნალეკვეიში ხელმძღვანელობს. მადლობა.